ქართული ოცნება ამაყობს. უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტში არჩევნების პირველივე ტურში გავიმარჯვეთო. მაგრამ არც ერთი არ ამბობს იმას, რომ 26 მუნიციპალიტეტში საერთოდ არ ჰყოლიათ კონკურენტი. ოპოზიციას მერობის კანდიდატები მუნიციპალიტეტების 40%-ზე მეტში არ წარუდგენია. მაშინ ვისთან უნდა ჰქონოდათ მეორე ტური? საკუთარ თავთან? თანაც ეს ყველაფერი ამომრჩევლის ყველაზე დაბალი აქტივობის ფონზე, რაც კი ოდესმე დაფიქსირებულა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. რა გასაკვირია, ამომრჩევლის და ოპოზიციური პარტიების დიდმა ნაწილმა ოცნების არჩევნებს ხომ ბოიკოტი გამოუცხადა. გახსოვთ ვარლამ ციკლაური, იმედის ყოფილი ჟურნალისტი, რომელიც ახლა ახალციხეში ოცნების მერია. ასე თქვა, ახალციხემ არჩევნებში ღირსეული შედეგი აჩვენა. ამის დასტური ამომრჩევლების უპრეცედენტო მხარდაჭერააო. იცით ვინ იყო ვარლამის კონკურენტი? არავინ. ვერ შეძლეს, რომ ყოლოდა კონკურენტი. ლელოს ბოლნისის მერობის კანდიდატმა ასაფ ჩირაგოვმა საკუთარი კანდიდატურა ქართული ოცნების სასარგებლოდ მოხსნა. ლელომ თქვა დააშინესო, თავად თქვა ეს საკუთარი ნებით ვქენიო. თქვენ რას ფიქრობთ?